გამარჯობა, ეს არის მორიგი PvP რეაქტი, ეს არის მეოთხედფინალი სეზონ 3-ის Skyresi vs Maikla. არაფერზე არ დასპოილერებული ვარ, პირველადი რეაქცია, არაფერს არ მეყურებია, ასე რომ სუბთად ვიწყებ რეაქცს. შეგვიძლია შევდგეთ პირდაპირ. ეს არის PvP Flows მესამე სეზონის ნახევარფინალური ბეტლი, შევქმნათ ხმაური! პირველი რაუნდი MC ჩემგა ხელმარჯვნივ! ამორალურობის pound ბეტლი დადგა სპერმა ხარანალში ანუ მომავალი არ გაქვს ისეთი წვრილი ხარ აბა დამენახე სათხარ ხლისვანზე მაგარი გონია თავი მარა ხარ ყლიფონა რაღაც ძალიან ბევრი მოინდომა ისეთი კადრი არ და გინდობა კიდე არა მოგინდა და ჩერა გინდოდა პირაში გაგზავნიოს თორიზე რომ მიქოქავს ტიპი ბოის აღარარი არის ინფომა მაიკლა დავითრიე და ვიხიე გადავს კოჩე გამოვიდა ყლეზე ბანტი ხელი მოაწერე შედგება აქტი ხურდები მომინდა აბა შენ აქტი გადახურდავდები რუბლების ფაში შენი აგრესია ტყუილი ფარსი აგიღებს სამიას ჩავწენი ფარში ვერტაილოს ვაბეთქებ გაგწენი ტრაქში მე არ ვიქცევი წმინდა თვითონვე ვიცი რაც ვარ შენ მაშინ ხარ წმინდა როცა ნიკი გიწმინდავს ტრაქს შენ პროსტა სტენდაფერი ხარ სახეზე ისედაც კლოუნს რო გავს წადი მასაკარში მიგავდის მას სიმონი მოგხედავს ოთხივეთან შენ ხარ გეი ზაური შენ ტრაქში აუზაური შენი ფუსი პროსტა შაური მოდი ჩავკრათ ფაური კონდომია და სკატვების ბოს ნუ მე დავეშები გაგიტეხავე გოს ფეხის დავანახებ შემოწყულ ჰაუს ვიცილარიოსი უცებ გაყიდი ბროს გვანახებ დროგო ჩემი პანჩია ბიო გიორგი არაჯიო მოწია შენი კილო გასავლე ტრეპი შვილო მოვეფერე ჩემ ქიროს სტილბრო არ ვატკინო სტილობა რა ვატირო დემო არუსია გიო ხოდა შენ ენაზე ჩუვაკ დინა ბეტლამ ეტა PvP no stand up იანი პილიგრიმ დინა კენდალ ერთი დაუმიზრა გავაკეთე ტემპო ჯერ ჩაგილავ ხოც მე რეკეტო მამა თავალ სოდილ რესპექტო ვერ დამემალები ვერ ასოდეს ხედო სიდა მუკაკი გატმოდი შენი სეტყვა ისეთი ყლეხარო ყლებს არ შურს პირიქით ყველა მერტმა გახიარა და მე შენი ბარი ბეკავხსენი ლუდ მე რეკი მოგიტაცება დიანა და მაიკლა ვიცი რო ყლევდები კესოზე და მომენტ პესოზე ის coming out არ არის თან გამორიცხული რენდომ ბესოზე თორე ტრაკი წინ არა იშვათ შენ ახარ ქათამი ბიჭო ვაფშე არაფერი გავს კაცის მე უფრო ბიფი მიზიდოთ შევეცი ქათამს და შევეცი KFC-ს no look გასოლა უიე გილ სახეზე დაგაცვი დამბელს ჩილს შებაზას ფასი არა შენი ნალაპარაკების ფასია კვილი ამიტომ შენი რიტმა შენი flow შენი ბაზარი შენი პანჩი შენი კარგი შენი კეთილები მისაში მოვარდე უსება გაჭრე აჩუშე კლეო თავზე დაგაცოლე amigo como estás შენ კიდე სოცხალი ხარ ორი რაუნდის მიგაბარებს სახს პედოფილი მარა ვერ მოწყნავ ბავშვს მომეკვერს ქალს ზამუთმა გებმა უშენოდ რა უნდა ქნან შენ ბებერ ტრაკის ყურებას ჯობია რო ვითამაშო აქ სვეჩი ბურა ამიტომ ვენ თუ სტაბურეტკა გააძრე უნახავში დავიგინდა შეჭ კამის ლედუში იქნები Yo, დღეს პერფორმანსების დღე გვაქვს მეგობრებო. რა ვიცი აბა. თავისი სტილი და პერსონაჟი კარგად აქვს ესე შენარჩუნებული, მაგრამ რაღაც სუსტი რაუნდი იყო თითქოს. ნუ რეფერენსები იყო, რაღაცებზე ვერტალიოტი და რაღაცები უხსენა თავისი წინა რაუნდებიდან, წინა ბეთლიდან. მაგრამ დიდად რა გითხრათ, ვერ გადავირიე. ნახოთ მაიკლას პირველი რაუნდი. ერთ დავამატებ ეს პერფორმანსების თემა არ ვიცი ძალიან იშვიათად რომ მართლა სასაცილო და საინტერესო გამოვიდეს რა ეს ნამდვილად არ იყო ის შემთხვევა როცა ძალიან სასაცილო იყო საინტერესო არც ერთი გურას ხუთ კარტას დურაკაზე არ იჭრება ძმ მაგლდანელებმა იციან ძმა Ey yo! სად ვარ პირველი რაუნდი მოვისვინოთ? პირველი რაუნდი MC ჩემგა ხელმარცხნივ! ერთი წამი შეიძლება?
სანამ ეს პატარა ბავშვი არ კარts ურევს, მე არც ერთ ბავშვს არ ურჩევ, გემბლინგს არ ურჩევ, მეტი არაფერი არ არის. გავში. ეხლა თელ რაუნდი უნდა ითამაშოს? Fashion flow შემოვიტანე დავდე style შემოიპარე მპარო ეს არ არის კაი Kinda puli gasolino შენთვის მაგ ბიზნეს კემა bro ოსდარ ბაბე კბილი გამოიღება ისის ქვეშ და ლაგე bro დილას დოლარების ჩვენა გაგახვიძებს როგორც ისხივები bro ოღონდ ეხაზადი კენი ერთ საათში შეიძლება ვეგარ მოასწრო ვარ ურბან კულინო ბიძ ფექსტებს გვიდეთ ზემიგან ბიძ სირენების მაის ბისკოს ატმენებს შესნინგი დარბის ატბები ლიგს ეს სილი არ არის რუსები ეჭობა შენ კუბოს გასახება ბიძ არ ვარ შან მიშელ ბაშკი ემრე შენ სახე და უხატგანიც ის ბიჭი დარის გახდება ბენთარი და დამგარადარი არიტარიანი ტანიტანი არის და ფიანი საკი ბიზარია სამსტარი ყავი თუ არ დარიხაცის ფერი ხარ ხანაგან შავი ჩამოყალიბდი გეი ხარ თუ ზანგი მე გეტყვი ორივე თუ ხაზოვნიანებს მე ვარ შენო პარჩი არ გამოიდარებ sky bash ხალეს ვე წაიღებ sky bash უნდა გაკითხო მარა ხალეს ვე წაიღებ pussy smari chetan gaჭმევ ფინეს რუსტიცია ხანავდი დღეს რო შეთვის გადმომედო შიცი ტიპსი სეთი ვეხა დავე ეს სამოიღრუბლა თოვლი მასკი გადაივლო მისი ცრემლები და მაიგიზეს Y2KC დადანამ ჩააცვა 25-ში შეგიმადლობა სუფთი მანქანაში თავსაქანავებ უკრავ ჩემიში შოხმენი არ დამჭირდანი მუში ვარ როგორც დემნა ვაკეთებ ქუჩით ვარ ლეგასი ბალენსიაგაში რას მიხურდავე ბარბარ B2B ხარ B2B ბანონ შოპი ბიბი baby ეს ვივი მოფრინავს მე ის არ ვიპოვე მე ის ავიღე ქუჩაში ორჯოზე მეს ვერ გასწრებდი რა დუხი ბიჭო შენი დუხი არის ჟმონში Sky's for life my life is a bitch ვენდოსას ვეგონე ედლიბი მარა slipstream ჭამე თუ მტვერი იხუმარე დადგა payday Sky is too much lazy Kapije bkhratz untreba kherkhe mali როგორც lazy easy peasy baby aksuro mikhos shady mode khnawdi hailis tu sky ure qavda gogos 6 cifri davitsqla gagona popom baby ver khar Pablo baby me var Pablo es ro iqos abi vitsi ver gaxni da baklots პირველი რაც მინდა ვთქვა რომ Sky-ს ბურას თამაში ცოტა ну окей disrespect-ია საერთოდ არც უყურებ რაღაცა მეტოქეს და შემპიონში ხარ მაგრამ თან ანუ მუღამს და ფორმატს ცდება საერთოდ მის რა ქვია ბეთლის რა ანუ მუღამი ეგ არის რომ რაღაც უყუროთ ერთმანეთს და ერთმანეთს ებეთლავთ ხო ну окей მაგას თავიდანებად მაიკლას ეს ჩარაქტერისტიკობა ძალიან მომწონს პირველ ბეთლშიც თქვი კარგად ქონა შენარჩუნებული და ჩემი აზრით აი არ ვიცი უკეთესი იყო თქო ვერ ვიტყვი მაგრამ რათა რაღაც სიტყვები არ მესმოდა და პანჩლაინებიც არ იყო ეხა ისეთ სასწაული მაგრამ თითქოს უფრო მომეწონა ფლოუზე როგორც იჯდა რა ნახოთ Sky-ს მეორე რაუნდი სადვართ გავაგზავნოთ სანამ დაიწყება ბითი ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი რა შენ ჟურის თვალში წინა ბეთლში ის თავისწლება დატოვე რომ თესლი შოუმენი ხარ რა ხო და ეხა განახებ რა არის ნამდვილი შოუ განახე კონსტანტინე არტისტი მეორე რაუნდი MC შემგა ხელმარჯვნივ შევქმნათ ხმაური ხოთა შოუ Teliganki შევდი ვარ ჩემ გექსის სახეს ნიყო ესამსი ჩემთვია მოსი ვინ არის ჩემი უკრა უკან ახლა კიდე წინ არის ზათხარ when we show we were priceless Sky West respect შენ ვაკეთებ ხელი ჩაკიდე სუ
სიმღერი ჩაგიდებ მე უხშენი შენ ვაიმე დაგაბიჯე სახეზე გაქვს ხლე გვიდები მოუჭრახე სვავე სიტოპოზო ბესამე წერპლენია სუშებ ჩავეჭერ გაზ ვაკიდო დაუწყებ მოგაჭავ თავს თუმე თუკნაშე რა პრობლემა გაქვს აკიდებ კიბოს გოგიხეთ გავხავს ბინძური ბიჭი ხარ მალე დახლი შენი ორალია ორალ ბი ყიური ხარ ბიჭო ჯუმანჯი შენ ძური ხელი შენ ანალი ეს ბიჭი ეგოისტი ხარ ბიხამი თავის ვერასდროს გავიყავ სილს და რა ეწყინება გიგუნას დღის განმავლობაში ვერასდროს გამიმთხო ზილს მაგრამ მოუნდა ამ ბიჭიკოს მოგება ჟურისთან წელს ხვებოდ ხელებს დაღლის მაგრამ კიდია მე მოგებას ვაიკლად უბრალოდ ხოცე ვარდეთის წყლის ბოს ბიჭებს არ ვევასები თუ შეარ მეტყვის გავა და ჩამიწეს დის რომ იწერ ატკაზებს ჩაარტყავს ამლოკავს ათქმაულ და ფეხებს დამიკოცნის ტიპი მეუბნეო მე მინდა ფის და პირდება ძმაკაცს არ გავსდები ვაპარევ ლაინო შე Maximum გამიწერო Facebook-ზე სტატუსი არ მინახავს ბიჭი მე ასეთი ბაბუკი სუნია უათ უკაზე არის კაკუნი სამი კვაცხი ძუძუ ჩვეკარი მე ლატოკი მენტალურად ყე დავახატე ვარ ვანგოგი შეჭი სოლა ზოლა ვყარი ჩახარ კაკოლდი რომ მოუგებ მე ანგალდი თუ კენი დაიღალე აქ გამოდი რიტა შეგაჭამე 3 მილი მე ვარ შედის ბოსო კარანტინი ბოსი შვილი ვიყო ბიჭო ვერასოდეს იქნები შეჭამზე შერეკილი სახლის ბიჭო ნარაკეტო შვილი დეთრო ეს იქნება გაყვეტილი მალე გადაკეტე პირი თორე შენი ცხვირი ორად იყოს გაყოფილი ბერჯერ დაიძახე პედოფილი შენ უწონდა შეტავს ნეკროფილი გეგონა თესლი რო იყავი მაგრამ ბეტლის მერე ხარ კარტოფილი ოღონდ ახალი და ფინალში კამასაც მოგაყრის ზეცუკნა გაცილებით უკეთესი იყო პირველ რაუნდზე, ბიცას უკეთესად და თან ბიტიც იყო თვითონ რაღაცნაირი ისეთი, რომელზეც შეგეძლო მეტი გაგეკეთებინა თითქოს ვიდრე პირველ რაუნდში. ერთი უნდა გადავახიო დასაწყისზე. დაგაბიჯე სახეზე გაქვს ხლე. ნუ ესეც კი იყო იდეაში copy-paste იყო რა ჩოლობრივ რაც მაიკლამ გააკეთა მაშინ პირველ ბეთლში, ოღონდ ნუ მთელი გენგით შევიდა ასე ვთქვათ რა. Просто მე რაღაც ხმაც აღარ ისმოდა ნორმალურად და ძალიან არეულობა იყო, ანუ უნდა შესულიყვნენ და გამოსულიყვნენ ეგრევე ან რამე ეგეთი რა. დარჩნენ просто შიგ. და ერთი მომენტი იყო კიდე, სადაც შეუმჩნიე ნიკის აგრესია. გადაგიხოთ მაგაზეც ახლა. მოკლედ, უცებ აღარ ვიპოვა ეს მომენტი, მაგრამ ესეთ რაღაც საუნდს, რომ მაიკლასთან მოგება სულმე კი და უბრალოდ დედის ნის ხასიათზე გამოვედიო რა. და ცოტა too much არის მგონი. მე თუ მკითხავ. იმიტომ რომ აქ გამოდიხარ რომ ვიღაც პიროვნებას ებეთლაო და თან დედას ეხები რაღაც პონჩი. არ ვიცი შეზო მე გავიგე არასწორად თუ არასწორად გავიგე, თხოვთ ჩამისწორეთ კომენტარებში არ არის პრობლემა. მაგრამ ცოტა too much იყო. რაზეც მგონია რომ ნიკის ასახე დაედო ეგრევე რაც აქვს და მე წინაც გამოიწია ცოტა. აი აქ უკვე წინ უდგას რა. ნუ ოკეი, ნახოთ მაიკლას მეორე რაუნდი. Mike, იყავი ჭიანად Mike. Zadward! მეორე რაუნდი. აცადე. ჩემ გახალმარცხნივ. ანუ ერთად შექმენი არ დამჭირდა ნიმუში ხო თქვი რა. შენ გაიმეორე თქო. დავай გამოვში. Sky's the limit. Sky's the limit. Let the sky fall and it's crumble. We will stay tall. კაცრავად. ორი ჰელი დვეწნებწონას გამოსავალია მაკი. ჩემ ასოუს მაგაჟონა და ჩაცარიელი პაკი. მაჯის ქნები თუ კანტოვე ბეიბი შავი კავაზაკი. ჩუმად უყვარვარ ყველასთან მაჯო ჰარჰელ გაბატაკ. შენზე იმპოეს მიგდებ ამანად არ ვარ ფოსტაც ბიურა შეგეშად მისამან შენ კანაობ იგი დაგეცანა მე აქ ვარ ჰამაკი თესმენო დაქტოვებ მუჯა დაწიდე ბალაპარაკ მანძილს დავუტოვებ კოჭ თუ არ მაგრით მე ბიგო ჩარით მის მანიაკი ყოველი შენი გამოსული ტრეკი coming out-ია ნემში ხარ სანტა ლუჩია ave maria ასოცირდება ფულდა ხაგია და
ტოლერანტობა ნოლიმის მიმართ სალვის ეწევის ხაის როგორც ტრუხას ვედუსა ქილი იყო შენ ხარ ფრაგი ხარ ერთი მე ოღონდ წირაკი სწრაფად ათავებ ყურებზე გაგთაგი გონია მას რებ უკან ხარ ერთი ლაბით ოფშია გიკრეფია 3 რაუნდი მარაკდები ვანთაფი ყვირი მოტყნული ქათამივი ყვირი შენთან შენი ლაშქარი ყველა მერთაც გაისადარი სკაიე მოდეს ვიყლე არი მომიბი რითმა ვიყლე პროჭაოდ ამას ერთი პანჩის ყოფნის ნოკაუტ ამისი ბაცკე და უარი ტანგი და ტანგაო გეთე ბერნაუ უბრა სასი შეკას გონია ავოკადომ დანიშნა ტიპი იმდონემდე დებილია მალასონები აერია კითხია მასასა დაურია იტყვის რომ ნახევრად არევია შენში მომჯვიდა მოფსია სორტი გადმოგედო კონტრას ბაქტერია შენი დიქცისთვის გამოცდაკ გვაჩვენეს გილია ბაგაი მეორე მე ჰავ შენ შავით არ ვიპარავ შოუს მე თუ არ შოუში შოუ ჩემია ისედაც მე ვარ დიდია შენზე დიდია შენთვის დიდი ჯონსონ's baby Georgia და მიკავშირდი მაჩი დიდი მაძე დიდი ჯონსონ's baby Georgia 5-7-1 რიტმის მისმა ჩემი დედას შევეცი ეს ბოლოში რაც თქვა Sky მაგას ოდნავ ვეთანხმები. ნუ რაღაცა იდეაში რეპია რა, ეხლა რა თქმა უნდა მელოდიური ელემენტებიც აქვს, მაგრამ არა მარტო რა ქვია, სწრაფი რითმა და რაღაცა, არამედ სიმღერა თვითონ რა, როგორ თქვა, არ ვიცი. მაგრამ ცოტა მებევრა ეგ მომენტები. მაგრამ ჩემი აზრით გაცილებით უკეთესი რაუნდი ქონდა მაიკლს. აი ტიპს ეთყობა, რომ როგორ თქვა, გადაოს მართლა და მართლა ერთობა ამ საქმით რა. არც დაძაბულია იმდენად, ნუ კი, სიტყვები რაღაცებს კლაპავს ხანდახან. რაღაც შეცდომები აქვს, აი წმინდა შეცდომა რასაც ქვია. მაგრამ ეთყობა უფრო მეტად ეთყობა რამდენად უსწორდება რასაც აკეთებს რა. და ეგ მომწონს ძალიან. ნახოთ მესამე და ფინალური რაუნდი Sky-ს. თავიდან როგორც თქვი ვიდეოს დასაწყისში Sky-სკენ ვიყავი უფრო და უფრო მეგონა რომ Sky მოიგებდა, იმიტომ რომ ნუ რა ვიცი, Scam და კონტრა იყო, Sky და კონტრა იყო, რა ვიცი, სასწაული მართლა რა, ძალიან კარგი ბეთლი იყო რა. ეგ უნდა ყოფილიყო ალბათ ფინალური ბეთლი. და აქაც გაცილებით მეტი მეგონა, მაგრამ რავი, ნახოთ მესამე რაუნდში ასიზავს. ცუდი და საშინელება ნამდვილად არ არის, უბრალოდ მე პირადად მეც მოვალოდი რა. Honey baby boy, honey. Sadward bolo raundamistvis. Mesame raundi. MC. Chemga Khalmarjuni. და ფინალურები. We are Batman from Batman City. I'm the GOAT, #1 industry, I'm a chosen one. Hunter eyes, see you one, see all night, that's the truth of dog. Shout out deep from my blood, you're just dog, you can only bark. I think you should just grab my call. Don't say shit, bitch, shut your mouth. Кай хасененაზე, приветствую вас, друзья. Მოიცაის არა. შევეცი შესას მე ვიბაძრებ ჩემსას აქ დღესაც თუ ხვალასთან ზეგას ვინაძლევს ამ თამაშს უფლებას რო რეპავს და თან მისლის ქალასთან ბედას რო თესლად მომასაღოს ჭეიდავ ვაშონებს ხედავს ვატი რომ მინდა თუ აკილონეტა შეცხაკილო წონაში მახინჯი ქერა შენ ანტილოპა და გაბიჯებს აქ სერავ სოვლივი თეთრი ბიჭი ვითომნი გერავდ მევლინება ლებდა ზომერამ სიზდე კარჩებ თავში დილემა რეებს ბაზროდ ბრასინემა ვინ წონებს კლოუნს აკლილა წოთავა ყლეობა კბილება ჩერნობილის მუტანტი ქნილება თქვენ თვალწინ გეის მხილება ზედმეც ახელი აქ მინეტა არ მომედო ჩავლეწავ კბილებსა ლამი ჰარდერე მოსკრილექსა ამინთე ფარი შენ რადარში აღმოსდი გაჩერდი სხვისის გედო და გეყოს მაიკლა არის სვეჩი ბისექსუალი რო რამე კისოს მოწოს და ბესოს არავინი ფიქრობს ან არის ყვედოს ყველა გადასულ ქვას ყველა ვარდი დაიდოს ვერავინ მასწავლის პატივის სემას ან გეტოს ბოსმა მოუჭიროს ეგოს მაიკას როგორც კი გაიხსნის ხდება რომ საქსია რაღაც ვით ვერ დაიცალა მაიკლას აღამომდე პირში იგროვებს ეს ბიჭი არც აფურთხებს არც ყლაპავს რუსtildeობ ჩვენამდე მოსვლაშე ბოდოს ნუ ასაღებ თესლაჩე ბოშანუ ტესტავშე თავს ვერ მოაბო შენ ჩვენთან არ ხარ ბოდო გაიწია შენ აქ ჩვენიანი არ ხარ move bitch get out the way bitch get out the way move bitch get out the way bitch get out the way move bitch get out the way bitch get out the way move bitch get out the way bitch get out ბაზართან ვიდან მწყება შობიდან გეტყობა და რაც იყავი გეტყობა აშური
მხოლოდ მეტობა ფუ ფარ წარმოადგენ ახლა რასაც გიყურებ კარგად ვიცი შენი ფეიქობა თარბეუნავა ჰაიპი კიდია ჩემი გზა დიდია ვიყურებ შია ასე ითხოვდა აპ ზრუატყვებ ნაბაზარო აფთიაქში ლარიანო ბაკოსარო ჯობიარო სუდარაკა დაოფა ას კიდე თავზე იუდახარ მომინდომა ბარობა უყურებს და გამოკლევდა კარაბა ორქები დავატე ხელუცებ ზაოთაოს გაირესი გამოიწოს ქოუძაოს ქვეშაო ფესაო ეს მოდი ჩაძავდა გონი ვონკატენა მოუტანეთ ბონგი არ გინდა რომ მოიყვანოს ჰოლი ნარკომენო აგივიდა ბოლი როდემდე უნდა იყო ბომჯი ფსიქოზი დამუკლავს ხოლ შვილს ნებები ფარულად მოგდის შენზე ჩვევით ცალი ხელით ლოგის მალე მორჩი ვერ ვიტალოდის თორი არა გავაღვიძებოდის გასტოკინებს გატყებინებ ბოქის არ მივიხებ მე შენგან ბოდის რადგან შენი სიტყვა არის ფასი ბოსის უკეთესად იჯდა თითქოს ბიტზე, თითქოს კი უკეთესად იჯდა მართლა. ერთ-ერთი ეს დავამოღებდი არ მომეწონა, რითმებს წელავდა ძალიან დიდ ხანს. აი 12 სტრიქონს ერთ რითმაში აკეთებ, კი. კარგად ზიხარ ბიტზე. კარგი იყო მართლა. უბრალოდ ცოტა მოსაბეზრებელი იყო რაღაცნაირად რა. და ერთი ორჯერ სამჯერ იყო ეგეთი ის. ნუ ბოლოში ეს ტონსო წევს ძალიან, ეგეც მაიკლას იმის რეფერენსია. პირველი რაუნდის, პირველი ბეთლის პირველი რაუნდის რეფერენსი იყო. და საინტერესო იყო, კი. უბრალოდ არ ვიცი, რაღაცა არ ვარ რაღაცნაირად მაყოფილი. შეიძლება ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა. კარგი იყო მართლა. პროფესიონალურად გააკეთა ყველაფერი. ერთგან იყო მგონი, თუ ორგან, რამოდენიმეგან ერთი ორგან მაქსიმუმ, სადაც რაღაც სიტყვა ჩაეყლაპა ან რამე ეგეთი, ყველაფერი მესმოდა ასე თუ ისე. რა ნახოთ მაიკლას მესამე და ფინალური რაუნდი რა იქნება. აუ ისა სანამ დავავთარებ რა. მე აკაპელები ყლეზე მკიდია ზოგადად. პროსტა ერთი ლაინის მუღამი მინდა რომ გითხრა, იმიტომ რომ ვერში ვერ ჩავატიე რა. რა ის ნიგერი, ისეთი თეთრი ხარ როგორც შენი რითმები. ეს მე რომ დამევასა ხო ეს არის. შეგარი. ეს ისკვი ვინ არის შენი ინსპირაცია? ისეთი მელოდი ხარ აზრები გიჩა. სადვარდ ბოლო რაუნდისთვის. ანუ ესეთ ანეკდოტებს რატო აყოლებ, bro? რაუნდი MC ჩემგან ხელმარცხნივ. შენი ეს გამში რა. Turbulentური ზონა. Open your mouth and you gypsy kiss. You and my Freud thoughts been lit. I whip your jeans, your bout is grey, your hump don't wink with tax and G's. You got in the car but I got the kiss. You chase a dream, never got the green. You ask for help but the option rip. Your monkey trick is not explicit. We smoke gas, we forgot you do up. ანუ გონი ინგლისურად ლაპარაკს უნდა შევეშოთ ქართულ ბეთლებში. ან რაღაც კარგად უნდა დავამოღავთ მეტყოლება, ნუ ბოდეში ჩვაში გაგიწყდეთ მანა. რავი ინგლისურად თითქოს ყოველდღიურად ლაპარაკობ სამსახურში. წერ მეგობრებსაც უცხოელი მეგობრები წავს, მაგრამ ანუ არაფერი არ მესმის მართლა. რავი თავიდან ჩავთავ თუ გავიგე არ ვიცი. ნახოთ. Turbulentური ზონა. Open your mouth and you gypsy kiss. You and my Freud thoughts been lit. I whip your jeans, your bout is grey, your hump don't wink with tax and G's. You got in the car but I got the kiss. You chase a dream, never got the green. You ask for help but the option rip. Your monkey trick is not explicit. We smoke gas, we forgot you do opposite. I cook the cock, bon appetit. Shiny logotype like Oxford for Prushori sak moshni, you knock it chicken. How did you get box ticket? Taki chiles you got box feasted. Dante marake checks and slid. Chakri kita do masterpiece. Mana შენგაიზა და გასტიდიქს ამ ფაშის ვერე ხარ საცერი you Joseph Bird ამ ფაშით the luxury ჩილდა კინდა რა გინდა ამისთვის ლანდაში რას გიზავდეთ შენში შევდივარ ინგლისურად baby you always so juice რაღაცა შრიფინე ყვირი I put your mic on your volume is too much loud your value is too much loud მასასად ეთის მასკის და კაჭად like კარკატიზო ანტიკიდილო ზავადი Tuesday para diffuse Apopeosi While shit is stepping with flaps like they were confused Cause she got some visa Eyes are voicing God Magi tvega gzavni sashi Azga monkey zakev Cap speech Anu tax speech Nahui sashi Oh my gosh Ginda raga gagichito Ginda tavi
გინდა დაგიძრება ბიჭო გინდა ბატლი გაგიწირებ კაი და ხეხა ომში ვარ ავტომატ რა დასახი აღარ გარ ამათვი შეხარ ბანკომატ ფული ვარდება მაგრამ რა შვები როცა მულად თავდება უჯორი ჟიბება გეროთა სუდაბა მაგრამ ისე ბაბა გრაჯეცო ბაბა ბაბაჰო ბაბა ბოტ რასტა გასტი საჭმელი საკადი გაიგებ შენ გავიზარდე რომ გავზარე ჭერი I gotta testify power the metal of sin on melt the sky for my brothers in the building one love your Rastafari Bizeva ragaman shut your rascal mouth spiritual body head gagaklacha drakshi amas piashak da mat sashi atireb sky so sarvis mamqebia datulis utkari miak sezoni da ra kheri tsa gegia tipia gaga gugu chemgan daiწყო აქ ბეთლი გვერდზე ბავშვობის მაკაცი ვენტუს გიქო მაგებს შემი მოსაწვევი სანამ შერთავ თვითმი დავისვადებს გინარი გეორგეს დღეს არ გამაგონა ტიპი თავიდან ბოლომდე შეიტან კოქავს გასაწება ყლეზე იკიდებს სვეტაფორებს ყლეო ესა მეტაფორა სიტყვებზე ნუ მეკიდები სკაიზე დამიკიდე თუ კიდე ცაო თავში აგივარდა დღეს დაგამიწევ მაგრამ ეგ პოხვი ვიცი რომ ყაი ბავში იყავი და გაიზარდე მაგრამ დარწმუნებული ვარ შენ ახევარ ფინალში ვენტუსა გედგება შენ სიტყვებით კოშკები აგიგია ხარ პატარა გია მარტივად იშლება ლეგო მანდ წაგაგებინა შენმა სიზარმაცემ აქ წაგაგებინებს შენივე ეგო ბეიბი ბოი ძალიან ქაოტური რაუნდი იყო პირველ რიგში ანუ რითმსაც ვერ ვიჭერდი შეიძლება პირველი ნახვის ბრალია შეიძლება იმის ბრალია რომ დიად ინგლისურ ბეთლებს არ ვუყურებ ხოლმე, მაგრამ ინგლისურის გამო და ცოტა რითმების განლაგების გამო კარგად ვერ გავიგე მოკლედ რაუნდი რა, ძალიან ქაოტური იყო რა. და ინგლისურზე რაც თქვი, ჩემი აზრით, აი მეტყველება ძალიან უნდა დახვეწო, რომ კარგად ჩასვა და თან პლუს ძალიან ბევრი არ უნდა ჩასვა, იმიტომ რომ მაინც ქართულ აუდიტორიას ელაპარაკები რა, ქართულ აუდიტორიასთან გამოდიხარ. და ცოტა too much იყო თავიდან. მეც too much გამოვიყენე ხა. მესმის. აი მაგიტომაც რატომაც მე too much გამოვიყენე ამ წელს მესმის, რატოც ხანდახან ძალიან მარტივია, უფრო მარტივია რომ ინგლისურად თქვა რაღაცა ვიდრე ქართულად რა. უბრალოდ თავიდან მართლა ბევრი იყო ჩემთვის და პლუს კარგად რომ არ მესმოდა, ეგ იყო მთავარი ფაქტორი რა. სიტყვები არ მესმოდა თვითონ კარგად. არ ვიცი ძმაო. არ ვიცი, შეცდომებიც ბევრი ქონდა მაიკლას მესამე რაუნდში, ამიტომაც შეიძლება სკაიმ წაიღოს, შეიძლება კი არა ალბათ სკაი წაიღოს მესამეს, მაგრამ დანარჩენები არ ვიცი. ნუ მოკლედ რავი, პირველი შთაბეჭდილებაა ჩემი. და ვნახოთ რავი, ჟიურის პირველი შთაბეჭდილებაც თუ ემთხოვა, ალბათ მგონია რომ მაინც სკაი წაიღებს. უბრალოდ რაღაცა ძლიერი, არც ერთის ძლიერი ბეთლი არ იყო. ნუ მაიკლას ახლა სულ ერთი ბეთლი აქვს ჩატარებული. მაგრამ ის ბეთლი გარდა იმ ურითმო რაუნდებისა, ნუ ურითმოს ეძახი, ჩემი აზრით გაცილებით უფრო კაი იყო. მაგრამ ნახოთ ჟიური როგორ შეაფასებს. დღეს არის, ტოტო რა კარგი ხარ, ტოტო რა კარგი ხარ. დღეს არის ესეთი გარემოებები, მეგობრებო. მიყვეთ ტექნიკურ დეტალებს. ესეთი სიტუაციაა რა. წინაზე მქონდა ბედნიერება ბიჭებთან ორივესთან ვიყავი ჟიურიში, ორივეზე მქონდა შესაძლებლობა რომ სათანადო შეფასებები გამეკეთებინა რა. ეხლა დავიწყოთ მარცხენა მხარე, მინდა მაიკლას გავუკეთო ესეთი შეფასება, ჩემთვის პირადად წინა მაიკლას ბეთლი იმდენად ეიფორიული იყო და იმდენად სიახლეებით დატვირთული იყო, რომ გამოიწვია ის რომ მიყიდა მე და მას ხმა მივეცი და არ მოვიტყუები შინაურულ გარემოში ვარ აღარ მეშინია იმის რომ არც აქამდე მეშინოდა და არც ეხლა მეშინია იმის რომ ვიყო ობიექტური იმიტომ რომ ძმები გამიგებენ ზუსტად ვიცი მე მაიკლა ვერ მივიღე ისეთი რისი მოლოდინიც მქონდა წინა ბეთლებიდან გამომდინარე იმიტომ რომ მან უკვე თავისი შესაძლებლობები მანახა ასე რომ ეს ბეთლი ვერ იყო ტექნიკურად ისეთი გამართული მაიკლას მხრიდან, როგორიც წინაზე. ვერც ლირიულად, ვერც ბიტზე ჯდომით, თუმცა მე მის ნიჭიერებაში ეჭვი არასდროს მეპარებოდა, ბევრი კომპლიმენტი გაუკეთე თავშივე, ეხლავე ვადასტურებ, ოღონდ ამ ამბავს, ეხლაც ბევრი კომპლიმენტები შენ, ოღონდ
აქ მეორე ფლანგი გვაქვს ჩემოძმაო, შესაძლებელია ბიჭი, რომელმაც რავი, ადუღა აკაურობა, დაადუღა აკაურობა. ანუ დაუჯერებელი ამბე, პირველი, მეორე, მესამე, სამივე რაუნდი წაიღო, ბრო. სამივე რაუნდი წაიღო, ძმამ გვაჩუქა საოცარი შოუ, რავი, პანჩლაინები, ფლოუებს შორის სივრცეები, როცა ჩერდებოდა, მაშინაც ასწორებდა, ტიპი ხმას არ იღებდა და მაშინაც ასწორებდა. ანუ სკაირეს ჩემი ხმა, სკაირეს. თლად ესეთი გადარეული არა, მაგრამ რაღაც ხრო რასაც ამომდა კიდევ თანხმე. მაიკლაზე განსაკუთრებით. ნუ რაღაც იდეაში რომელიღაც რაუნდი პირველი იყო თუ მეორე არ მახსოვს. მაიკლასი უფრო მომეწონა. სამივე რაუნდი წაიღო და გადაბრდღნა და დედაუტირა აკაურობას ნახდათ არ ყოფილა სკაი რა. ცოტა უკეთესი იყო. და მაგით კი ბატონო. ძალიან მაინტერესებს სხვების შეფასებები რა იქნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა კასს უთხრა. კასისთვის კიდევ ერთხელ შევქმნათ ხმაური. ამ სცენას და ჩვენს მიკროფონს მონატებული ადამიანი მინდა კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით თქვა. ზურიკო კოკლიანისთვის შევქმნათ ხმაური. ზურიკო. შემოგევლები. მოგესალმებით ყველას. ეს გამომართვი. აი გზლათ უნდა უთქვა რა, შანსი არა, მოკლედ ვერ ვიტყვი რა. აუში ზურიკო. და დავიწყებ ვაფშეტა მესამე რაუნდიდან რა. მოკლედ მესამე რაუნდი აი არ ვიცი რა, სანამ ლაშა იბაზრებდა და ვაფშე სანამ ვინმე თავის აზრს გამოთქვამდა, მეთქი აეხლა ნიუჟელი რაღაცა ძალიან გასული ვარ და ვერ ვეწევი ან რაღაცა ვერ მივხვდი რა, მაგრამ მე მივხვდი რა, ეხა ლაშამ თქვა, ანუ დაუბრუნდი ჩემ თავს და მეთქი ზურა, всё ოკეი, დაწყნარდი, არ ჩამორჩენილ ხარ. მოკლედ აი ვერ დავამუღამე რა, მაიკ მესამე რაუნდს ვერ დავეწიე. მესამე რაუნდში სკაი მოიგო ჩემი აზრით რა. ოკეი, ეხლა მეორეს არ ვიტყვი და ვიტყვი პირველ რაუნდიდან დავიწყებ რა. პირველი რაუნდი აი რო შემოვიდა მაიკლა ძალიან მაგრად გამისწორდა და აი ლაშამ როგორც თქვა პირველი ბეთლიდან აი ისე ვგულშემატკივრობ რა მაიქს რომ აი რაღაც აი ძალიან სასწაული დაძეცმაო რა და აი მადლობა შენ მაგისთვის ძმაო რა. სალამს ძმაო. მაგრამ პირველი რაუნდიც წაიღო სკაიმ რა ჩემთვის რა. აი არ ვიცი რა და მეორე რაუნდიც სკაიმ წაიღო ჩემთვის რა. მოკლედ ესეთი რაღაცა მოხდა რა. ჩემი ხმა სკაის ერთი სიტყვით. არ ვამტყუნე. პირველი შთაბეჭდილებებიდან არ ვამტყუნე. ჯურის არაფერში. კიდევ ერთხელ ზურიკო კოკლიანისთვის შევქმნათ ხმაური. აბარა! გიო დღეს შეკმირდი ბოლო არ იქნები თქო, მაგრამ აი ბოლო ხო? ოკეი, მიდი. გიოსთვის კიდევ ერთხელ შევქმნათ ხმაური. ნუ მოკლედ რაღაცეებში დაგეთანხმებით მეგობრებო, რაღაცეებში ვერა. პირველ რაუნდს რაც შეეხება იდეაში ნახებ რომ ეს შენ მოედანზე რო გადმოვიდა, ანუ ის ფიშკები დამანახა რაც შენ გქონდა, რაც შენში მომეწონა წინა ბეთლზე და მაგრად გამიხარდა და მანდ უკვე მივხვდი რომ არა აუცილებელი ამან მეორე მესამეში რომ იგივე ეგ შეუძლია, ეგ სკილები აქვს. დანარჩენ ასპექტებში ნუ შენ ეს შენებური ფლოუ გაქვს და უნიკალურია და ამას არც სკაის და არც სხვებს ესე პირდაპირ ვერ შევადარებ, იმიტომ რომ შენი ლეველი გაქვს, ამას თავისი ლეველი აქვს, მაგრამ პირველ რაუნდში შენ ამას არ გაყევი, ეს გამოყვადა შენ თემებშიც ქნა კარგად და მაგიტომაც პირველი რაუნდი სკაის. მესამე რაუნდზე შენ რო ვიცი როგორი ტექნიკური შესაძლებლობები გაქვს, ველოდებოდი ზუსტად მესამე რაუნდის რო ისეთი ინსტრუმენტალია, რომ მაქსიმალურად გახსნი და მაქსიმალურად უფრო რითმულ სვიჩებს იზამდი, უფრო რითმულ ფლოუებს დააწყობდი, რაც ვიცი რომ შეგიძლია, იმიტომ რომ ვედა ეს ადამიანი, რავი, მე მგონი 20 წელია მეგობრობ და 20 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. ანუ ერთ-ერთი
რაღაცები ამასთან ჩავწერე. რომ ვიცი ეს რომ შეგიძლია და ეს რომ მესამეში არ დავანახე, ვერ ვნახე, მაგიტომაც მესამეც Skyres-ი და აი მეორეში არ ვეთანხმები ერთადერთი ამ ხალხს, იმიტომ რომ მეორეში იმდენად, პირადად ჩემთვის მაინც იმდენად შეკრული ქონდა მეორე რაუნდი. პლუს კიდე რაც გააკეთა Sky-მ ეს პერფორმანსი კი კაი პასუხი იყო წინა ბეთლზე, თუნდაც შენ მეგობარს რომ დაუდგა და რაღაც, მაგრამ აი ის ვაუ ეფექტი ვერ მივიღე თან გათვლა არ გქონდა რაღაცნაირად ხან მიკროფონი ხტუნავდა იქით აქეთ მოკლედ ეგ საერთო იმაში მიშლი და ხო მესმის რომ მოშვიდე მაგრამ ეგ უნდა გათვალო ეგეთი რაღაცები რომ შეიძლება ამათმა დააგახვედროთ ხო ხტები და მაგიტომაც მეორე რაუნდი ჩემი აზრით უეჭველი წაიღო მაიკლამ 100%-ით და პირველი მესამე Sky ჩემი ხმა Skyres კი რაღაც ხრივ კი კონსტრუქციული იყო ვეთანხმები ძალიან მინდა რომ ნახოთ უბრალოდ მეორედ მესამედ და მეოთხედ რომ მოусმენ რა შაბაჭლებები მექნება მაგრამ ამ ეტაპზე რა ვიცი თითქმის ყველაფერში თითქმის ყველაფერში ერთი კასი იყო მგონი რომ ძალიან გადაამეტა თითქმის ყველაფერში ვეთანხმები ჟიურის რა Sky ფინალშია მოკლედ ნახოთ თუ რამე გაქვთ კიდე სათქმელი და ფინალის მესამე სეზონისას მინდა მოშპიძე და აქსლემზე ვთქვა აი ვინ ჩემთან ახლოს იდეგით ყველას გითხარით და გთხოვეთ ფეხზე არ დამაბიჯოთ თქო და აი იქიდან ტიპებმა დამაბიჯეს დაჟე რა არ ქნათ ეგ ძმაო ყველამ დამაბიჯეთ რა ხდებათ მოკლედ მეგობრებო ვიცი უკვე ყველა მოისმინეთ ყველაფერი მაგრამ ცოტა თი მოგაცეთ მეც თავს მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს ადამიანი ჩემ სეზონში იყო იმიტომ რომ ამ ბიჭმა ისეთი პერფორმანსი ისეთი ხასიათი ისეთი შემოქმედება აჩუქა ამ სეზონს და ზოგადად PvP-ს რაც აქამდე ჩვენს ოქტაგონს ჩვენს წრეს ჩვენს გაერთიანებას აქამდე არ მოусმენია რა მახსოვს მისი ბეტლი რო დაიდო პირველი როგორი აჟიოტაჟი იყო სმენელში ბევრმა ვერ დაამუღამა ბევრი ვერ მიხვდა რაღაცებს მაგრამ მე იმ ივენტზეც და იმ ივენტის მერეც ვამბობდი რომ თქვენ ჩაუჯდებით მაგ რაუნდებს კარგად მოისმენთ და მიხვდებით ამ ბიჭმა რა გააკეთა ამისთვის კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და თქვენო ეს ყველაფერი დაამუღამეთ ეს შანდა მაიკლას ტესტში ეხა იბაზა თავისი წინა ბეტლიდან რაუნდი და ყველა აკეთეთ და ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთი რესპექტი გაქვთ ჩვენი არტისტებისთვის yes ჯერ Sky-ს უნდა 1-2 სიტყვა თქვას და გამოვაცხადებ პირველ ფინალისტს, ოკეი? მაიკლაზე მართლა ვეთანხმები. მართლა ძალიან ჩარაქტერია რა. ანუ ძალიან თავისი უნიკალური პერსონაჟი აქვს, რომელთაც გამოდის და თავის level steps, თავის უნიკალურ level steps და ეგ ძალიან მომწონს არტისტებში. ყველა ერთ და იგივეს როკეთებს არ შემიძლია უბრალოდ რა. ერთი რაც ყوام თქვა რომ ჩაუჯდებითო იმას აქვე მაიკლას იმ ბეთლს რომელიც არ მოგეწონათო ბევრჯერ უყურებთ და მე დაამუღამებთო 7-8 ჯერ ან შეიძლება მეჯერაც კი უყურე მაგრამ ჩემი ნამდვილად არ არის შემოკოა ეს თეთრი ლექსები ტრეპზე თუ როგორც არის რა ხვდებით რაზეც ვამბობ მესამე რაუნდი იყო თუ მეორე რაუნდი იყო ის გონი მეორე რაუნდი იყო მაიკლას ხო პირველ ბეთლში ხო ჩემი ნამდვილად არ არის. მაგრამ მართლა უნიკალურია, ძალიან კაი ბიჭია. და რა ვიცი, წარმატებები მართლა გულწრფელად ნახოთ Sky-ს თქმა უნდა. ვქნათ Sky-ისთვის კიდევ ერთხელ ხმაური. მოკლედ. მე მაქვს ესეთი ძალიან კაი გამოწვევა, თუ რა თქმა უნდა, flow-ს იქნება თანახმა რა. ეგ ვიცი ხო ეგ გამოწვევა? ეგ გამოწვევა მე ხო ვიცი? Yes. Yeah, okay. თანახმავ. მე და მაიკლა სეზონს გარეთ ნებისმიერს მივიღებ 2-2-ზე ბეთლზე. მე ოპონენტ ბიჭა! მე რამე ოპონენტებიც უშოვე, მაგრამ ძალიან ძმაკაცური ბეტლი იქნება, ასე რომ ორ არტისტს ვთხოვ ნებისმიერ დუოს ნებისმიერ გაერთიანებას ნებისმიერ ორ რეპერს რომელსაც გონია რომ ერთად შეუძლია კარგად იბეტლაონ ეს ორი ადამიანი მათ ელოდებათ ეხლა კიდე ძალიან საინტერესო მესამე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მესამე სეზონის პირველი ფინალისტი MC შევგან ხალმარჯვნივ ძალიან კაი იყო. უფრო მეც ველოდი, როგორც თქვი თავიდანვე, მაგრამ საერთოდ ძალიან კაი იყო და ძალიან ველოდები ფინალს. საინტერესო იქნება
რა როგორ მოხდება. მოკლედ ძალიან დიდ მადლობა რომ მიყურებთ და შევხვდებით შემდეგ რეაქტში ან შაბათს შევხვდებით Kingdom Come Deliverance 2-ის პირველ ეპიზოდში. კარგად.